საქმე წავიდა სიღნაღის რაიონის სასამართლოში. ნახოთ რა. ყოველ შემთხვევაში მე ვიცი რომ თუ ამ ნაკვეთს დაეპატრონება სხვა თუ ვიღაცა იმან ხო იცის რომ ეგ ჩემი ნაკვეთი იქნება. Biznesmeni დათო ზოდელავა სასამართლოში საჯარო რეესტრის სიღნაღის რაიონული ცენტრის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელიც რეესტრმა ზოდელავას კუთვნილ მიწებთან დაკავშირებით მიიღო. საქმე ეხება სიღნაღის რაიონის სოფელ ხორნაბურჯში არსებულ 100 ჰექტარ მიწის ნაკვეთს. Biznesmenმა რეესტრში 2 მიწის ნაკვეთის დოკუმენტაცია და ნახაზები წარადგინა, რომლის მიხედვითაც ზოდელავა 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთიდან ნახევარი ფართის განახლებას მისი შემდგომი დამუშავების მიზნით ითხოვდა, ხოლო დარჩენილ მიწის ნაკვეთს ასევე 55 ჰექტარს ბიზნესმენი სახელმწიფოს გადასცემდა, იმ მიზეზით, რომ მიწის ამ მონაკვეთზე მოსავალი არ მოდიოდა და მხოლოდ საზოვრად გამოიყენებოდა. ბიზნესმენი ამბობს, რომ საჯარო რეესტრმა 13 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით 2 მიწის ნაკვეთის ნახაზები აურია და სახელმწიფოს ის მიწის ნაკვეთი გადასცა, რომელიც მას უნდა გამოეყენებინა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იყო. საჯარო რეესტრმა ისი არიან ნაკვეთების სარეგისტრაციო სისტემა, ანუ 2 ნაკვეთი, რომლიდანაც 100 ჰექტარზეა ლაპარაკი, რომლიდანაც ერთ ისედაც ვჩუქნილი სახელმწიფოს, რომ ფაქტურად გამომივიდა, რომ 100 ჰექტარი წამართვა. ბიზნესმენი საჯარო რეესტრისგან ხარვეზის გამოსწორებას და რეესტრის მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის დაბრუნებას ითხოვს. ასევე ბიზნესმენი არაპირებს საკუთრებაში დაიტოვოს მიწის ის ნაკვეთი, რომლის გადაცემასაც სახელმწიფოსთვის გეგმავდა, რადგან ის ამბობს, რომ მიწის ამ მონაკვეთზე მოსავალი არ მოდის და მიწის გადასახადიდან გამომდინარე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუმცა სხვა მიწა ჩამოგვაჭრეს, რომელიც ჩვენ გვჭირდება და გამოსაყენებელი მიწაა. და ეხლა გაირკვა. და შეცდომა მოხდაო, ისინი ამობენ. ეხლა ჩვენი ბრალი არ არის, არა შეცდომა მოხდა, რა ჩვენი ბრალია, თვითონ გამოასწორონ. ის მიწა საძოვრად გამოიყენება, მაგრამ ჩვენ არ გვინდა თუ გადასახდელი 86 ჰექტარზე. სახნავ-სათესში გვაწერია. კახეთში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფოს გადაეცა, კიდევ რამდენიმე ასეულ ჰექტარ მიწის ნაკვეთთან ერთად ქართველი ბიზნესმენი ინდოელ ინვესტორებთან ერთად ამუშავებდა. თუმცა მისი თქმით რეესტრის გადაწყვეტილების შემდეგ უცხოელმა ინვესტორებმა მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს. დათო ზოდელავა ამბობს, რომ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება კავკასიის ეთერში გადაცემა სპექტრში მის გამოსვლას დაემთხვა, სადაც ზოდელავას თქმით მან სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ხელისუფლების მიმართ რამდენიმე კრიტიკული განცხადებაც გააკეთა. ჩემი გამოსვლა იყო 11 რიცხვში და ძალიან უცნაურად დაემთხვა ეს ყველაფერი გადაწყვეტილების მიღება უკვე 13 რიცხვში, მაგრამ მე არ უკავშირებ ამას ახლა იმ ჩემ გამოსვლას. თუ მე ესე მიკეთებენ, არაფრის გულიზა. მაშინ ახლა ჩემი ინტერესი რო გქონდეს, ვაი, რას მიზამენ, ა? ნუ ინდოელი ინვესტორები გაიქცენ ეს სიტუაცია რო ნახეს. რო უთხარი რომ ამ ნაკვეთს ვერ დაამუშავებ. ეხლა იმიტომ რომ ეგ დღეში ხარ. ბიზნესმენი სიღნაღის რაიონის სოფელ ხორნაბურჯში რამდენიმე წელია 500 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს ამუშავებს და ხილბოსტნეულის მოყვანით არის დაკავებული. მიწის დამუშავებასა და მოსავლის მიღებას ადგილობრივები ახორციელებენ. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ჩვენი სიცოცხლო სამოსავლო წყაროა. მაგალითად, ეს სამუშაო რო არ იყოს, ამ სოფელში ხალხი დაწყდებოდა. მადლობას უთვლი ყველას, ვინც ჩვენ გაჭირებას ხელს გამოუწვევს და დახმარებას მოგვიწევს. არავით არის სხვა საარსებო საშუალება ჩვენ არ გაგვაჩნია. ვართ აი ესეთ მუშათ რომ და არიან ეს კიდევ კარგი რომ აი ესეთი ადამიანები რომ რაღაცას აკეთებენ და ჩვენს გვასაქმებენ. და ჩვენი საშემოსავლო წყარო ეს არის. და სოფლის პრობლემები ძალიან დიდი არის. გზა ჩვენთან არ არის. ამბულატორია არ აქვს ჩვენს დასახლებას, ექიმი არ აქვს. ბიზნესმენ დათო ზოდელავას მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საჯარო რეესტრში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ. უწყებაში ამბობენ, რომ დოკუმენტაციის წარდგენისას ბიზნესმენს საკადასტრო კოდები თავად შეეშალა და სწორედ ამის გამო მოხდა იმ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის გადაცემა, რომლის განახილებას სურდა დათო ზოდელავას. რეესტრში განმარტავენ, რომ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა სასამართლოს განაჩენის ან ეკონომიკის სამინისტროს ნებართვის გარეშე ვერ მოხდება. თუმცა ბიზნესმენი ამბობს, რომ მან ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა, სადაც პრობლემის მოგვარებისთვის ისევ საჯარო რეესტრში გადაამისამართეს. მიწის ნაკვეთის დაბრუნებას ბიზნესმენი სასამართლოს გზით შეეცდება.